იზარდი კაციტაძე, 38 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თქვა, რომ მე არ მოვაწერ ამ უკანონო რეორგანიზაციას ხელს და თბილისში წავიდა სამუშაოდ, მშენებლობაზე, მოხდა ისე, რომ მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. არ დარჩენილა არც ცოლი, არც შვილი მის, აი ესეთი დასაოჯახებელი საჯიში ქართველი, გამოაგდა ჭიათურას და საქართველოს. და ეს პირდაპირ არის ბრალეულობა კომპანიის ასეთი უკანონობისა, რის გამოც იძულებული გახდა ადამიანი ჭიათურელი წასულიყო დაეტოვებია ჭიათურა. სხვაც მრავალი ფაქტია ჯვარისწერია, რომ ესეთი ფატალური შემთხვევით არ დასრულებულა, თუმცა დაზიანებები ძალიან ბევრმა მიიღო, ძალიან ბევრი გახდა იძულებული, რომ ემიგრაციაში წასულიყო და ეს უნდა ზუსტად მიხაილ სოჭის, ეს უნდა ზუსტად ამ კომპანიას, რადგან თვითონ ჭიათურაც გარკვეულწილად მარგანეცზე დგას, ეს კორპუსებიც მარგანეცზე დგას. ალბათ თქვენ ნახავდით კადრებს ჩვენს თავზე 25-ის დასახლება, კორპუსების ბალავერთან, საძირკველთან როგორ მიდის ექსკავატორი და როგორ იღებს საუკეთესო ხარისხის მარგანეცს. თუ არ ეყოლებათ შემწინააღმდეგებელი, თუ აღარ იცხოვრებს კორპუსში ადამიანი, თუ აღარ იცხოვრებს სოფელში ადამიანი, სადაც მანგანუმი მოიპოვება, ძალიან მარტივად იქნება იმ უძრავი ქონების დათმობა და ხელში ჩაგდება შესაძლებელი, ვიდრე ჭიათურაში ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს და თავის ქონებას ფასი ჰქონდეს.